წელან ბავშვები იყვნენ აქ მოცეკვავეები. მოდიან ხომ ერთი ძალიან კარგი მასწავლებელია და მოყავს ხოლმე თავისი გუნდი, სადმე რომ მიდიან ხოლმე გასტროლებზე, მოყავს დავლოცავთ ხოლმე და მერე მიდიან და ბავშვებს ეუბნავთ. და ახლა ჩვენთვისაც ვიტყვი, მე აი რომ დავფიქრდეთ უბრალოდ. ეხლა რომ იყოს 1000, ისა უბრალოდ 2125 წელი. არ იყოს 2025 წელი, 2125 წელი. და ჩვენ რომ კითხულობდეთ რაღაცა ჩანაწერებს თუ ისტორიას ჩვენს შესახებ. აი მარიამი თავის შესახებ, საირადეი და თავის შესახებ და ესე თითოეული ჩვენთაგანი და რასაც გვინდა რომ კითხულობდეთ, მოდი ჩვენ თვითონვე დავწეროთ. მოსინჯოთ. აი ნინი ხო ხარ, რამდენი 15-ის, 16 წლის. ნუ აქამდე რაც იყო, ის იქ ვეღარაფერს ვერ შეძლო. აი დაიწყე 16 წლიდან ამ წელს რა შეიძლება მოხდეს რა. რატო ვამბობ ამას რომ ჩვენ როგორ გვინდა რომ შევიდეთ ისტორიაში. არა და ეგ ხო ნამდვილად მოხდება. ადრე თუ გვიან. აი როგორი გვინდა რომ ვიყოთ 100 წლის მერე რომ ვიღაცა მოისმენს თუ წაიკითხავს ჩვენზე, რა გვინდა რომ დარჩეს ჩვენგან. ახლა ისტორიაში ჩვენზე თუ მარტო ის წერია რომ ამან ესა და შეჭამა ეს დალია, ასე ეძინა, ამნაირი ქურთუკით დადიოდა, ხო ძალიან და ღირს რომ მარტო მაგისთვის მოხვედი ამ ქვეყანაზე. აი უბრალოდ რო დაფიქრდე, ასეთ სახში ცხოვრობდა, ასეთი კარფანჯარა ჰქონდა თუ ფარდები ეს ჰქონდა თუ ამნაირი კოზით ჭამდა, აი ესენი დავწეროთ ხო ძალიან აი ადამიანისთვის შეუფერებელია მარტო ეს რო იყოს ადამიანის ცხოვრება. ხო და ეს დაგვაფიქრებს იმაზე რომ კაცი მარტო თავის თავზე კი არ უნდა ფიქრობდეს რომ თვითონ მოიწყოს რაღაცა. არამედ იმისგან რაღაც უნდა დარჩეს. და იმ რაღაცის დარჩენაში არ გულისხმობ რომ რაღაც უნდა გააკეთო ისეთი გრანდიოზული. სიტყვაზე ვამბობ აი ალიკა. იტყვია რომ აი ესეთი კაცი იყო, იქ ბავშვები იტყვიან უბანში ესეთი კაცი ცხოვრობდა, ეს მაგალითი დაგვიტოვა. აი ესეთი ღირსეული მაგალითი დაგვიტოვა. კეთილი კაცი იყო, ვიღაცას ეხმარებოდა, ვიღაცას რაღაცა აპატია სიტყვაზე ვთქვათ, აი რაღაცა პატიოსნად აკეთებდა თავის საქმეს და აი ეს მაგალითები რო დატო, ეგ უკვე აღარ არის რომ მარტო ჭამდა, სვამდა და ეძინა და ერთობოდა. ხო, აი უკვე რაღაცა დარჩა. ვიღაცაზე იტყვიან რომ აი ასეთი შვილები აღზარდა. წაღან რაზეც ვამბობდით რომ პირველი და მთავარი სკოლა ეგ არის ოჯახი. ოჯახს ვერასდროს ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს. ვერანაირი სკოლა ვერ ჩაანაცვლებს. აი ესეც აქაც რაც ხდება ეს საკვირაო სკოლა ბავშვებისთვის, ეს იქნება ზღვაში წვეთი, თუ თვითონ იმ ოჯახმა არ გააკეთა. იმიტომაც ჩვენ ვცდილობთ რომ ესე იგი ბავშვებთან ერთად მშობელიც იყოს. ჩვენ ხო არ ვზღუდავთ მშობელსაც შეუძლია დაესწრო ზოგი დედა ესწრება, მამა თუ პაპა თუ ბებია ესწრებიან და არის. ხო და იმიტომ რომ თვითონ იმ ოჯახში გაჩნდეს განწყობა ესეთი. რომ შვილებთან ურთიერთობა, ეხლა ჩვენ რასაც აქ ვაკეთებთ, გან არ შეუძლია თვითონ მშობელს სახში გააკეთოს. სიტყვაზე ვამბობ აი. აჰა, ფანქარზე რამდენს ვლაპარაკობთ ხოლმე, ახლა წელში მიჭირავს. ფანქარზე არ შეუძლია რომ დედა მოთხრა შვილს რომ შვილო ეს ფანქარი რო დახატავს რაღაცა შეცდომით. ამას აქვს საშლელი, შეგიძლია წაშალო. ო დედი ეტყვის მართალია. ხო და ადამიანსაც თუ შეეშლება რაღაც, შეუძლია თქვას მაპატიეთ და გამოასწოროს. ამას რო საშლელი არ ქონდეს ვერ წაშლი, დარჩება შეცდომით. ეს შეცდომა ხო არ მოგწონს? აი ამ კაცს რო ხატავდი, დიდი ყური რომ მოგივიდა, ხო არ მოგწონს? არა, შეგიძლია წაშალო. სხვა რამე დახატო. მარტივად და თან ისეთი ნივთებია რომ ფანქართან
ყოველდღიურად შეხება აქ ბავშვს და რო დაინახავს სადღაც ხო გაახსენდება რომ აი ამა ხო რაღაც ეთქვი რა არის მთავარი ფანქარში მთავარი გულია ადამიანშიც გულია მთავარი ნებისმიერ რამე აიღე ნივთი რაღაცა ყველაფერი რაღაცას გასწავლის უფალი ყველაფრით რაღაცას გასწავლის ძილის წინ წაუკითხო ბავშვს რაღაც ისტორიები, რაღაცა იგავი, წმინდანთა ცხოვრება წაუკითხო და ძალიან უყვართ ესე იგი. ზოგი იმის გამო რომ თავი გაიმართლოს ამბობს, აბა ბავშვმა რა უნდა გაიგოს. ბავშვი იმდენს გაიგებს, რამდენიც საჭიროა მისთვის. სხვა დროს უფრო მეტს გაიგებს. ჩვენგან ეგრე არა ვართ, აი მე მაგალითად 10 წლის წინ რომ სახარებას ვკითხულობდი ეხლაც ხო ვკითხულობ და ეხლა კიდე რაღაც სხვას აღმოვაჩენ ხოლმე. 10 წლის წინ რაც ვერ აღმომიჩენი, არა და ხო ვკითხულობდი, ხო რამდენჯერა მაქვს წაკითხული, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რამეს აღმოვაჩენ ხოლმე, რომ გამიკვირდება, კი, მაგრამ რამდენი წელი ამას ვკითხულობ და ეს როგორ ვერ შევამჩნია და ვერ შეამჩნია. ყველა ეტაპს თავისი რაღაცა აქვს. იქ აღმოვაჩენ. და ბავშვიც ჯერ იმ ცოტას გაიგებს. მერე კიდე რაღაცას გაიგებს, მერე კიდე რაღაცას და ეგრე იზრდება ნელ-ნელა. და თავისი ზრდის შესაბამისად კიდე უფრო მეტს გაიგებს. ამიტომ აი მშობელმა ეს არ უნდა დაიზაროს. აი ხა ეს სიტყვაზე დღეს რომ არის ქვათახევში მოწყვეტილთა ხსენება. ხო დიდი ისტორია არ არის, 2 წუთში შეუძლია ბავშვს მოუყვეს მშობელმა. შვილო დღეს ასეთი რამე მოხდა საქართველოს ერთ-ერთ მონასტერში, ან ძილის წინ წაუკითხოს, ან რაღაც. უკვე დაამახსოვრდ, თან დღეს მით უმეტეს 1000 გვარი საშუალება არსებობს. ხო სულ ინტერნეტში ვართ, მოიძიოს ქვათახევის მონასტერი. აჩვენოს, აი შვილო, ამ მონასტერში მოხდა ფიზიკურადაც, თვალმაც დაინახოს. თუ ახლა ხელს მოკიდებს და მონასტერში წაიყვანს, ეგ კიდე უფრო სიქნება. ხო და მანდედან იწყება ყველაფერი. აქ რა განა ჩვენ რამე მაგაზე მეც ვაკეთებთ. ეგ არის. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ აი აქ მოხდა რაღაცა მოხდა, ან ამ წმინდანმა ეს გააკეთა, ან იმ ისტორიას მოვყვები და ეგ მოსწონთ მერე ბავშვს, ეგ ისტორიები მოსწონთ, ეგ ამბები მოსწონთ. ისე რომ აი ჩვენგან რაღაცა უნდა დარჩეს, ტყუილად არ უნდა გაგვეპაროს დრო, ისე იგი. თორე და იმისგან დარჩება რაღაცა, ვინც შეეცდება რომ თავის თავს მოაკლოს რაღაც. არც თავის თავს მოაკლოს და თავისიც ყველაფერი კარგად კონდეს და თან საზოგადო საქმეზეც ესე იფიქროს, ეგრე შეიძლება ვერ მოახერხოს. რაღაცა თუ არ მოიკელი, რაღაცას ვერ გააკეთებ. ახლა სიტყვაზე ვამბობ, აი ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი, ექვთიმე თაყაიშვილი, აბა რა გააკეთა, წარმოიდგინეთ. მშვიერი იყო, ტანსაცმელი არ ქონდა, ერიდებოდა, რითი ჩამოსული იყო საქართველოში, მაგრამ საქართველოს განძი შეუნარჩუნა. და ესე იგი, ჯერ ის თვითონ აფასებდა ამას, მისთვის იყო ძალიან ძვირფასი. ესე წინაპართაგან გადმოცემული. ალბათ მშობლებისგანაც ნასწავლი, რომ ეს დიდი სიწმინდეებია, ამას მოფრთხილება ჭირდება. და იმიტომაც უფრთხილდებოდა. მაგრამ თავისი ცხოვრება ფაქტიურად ამას შესწირა. მთელი თავის შეგნებული ცხოვრება ამას შესწირა. და იმიტომაც ხარობს ახლა ის უფლის წინაშე და ღმერთთან ერთად ხარობს. და მთელი საქართველო, ვინც ამ ყველაფერს აფასებს, ისიც ხარობს მისი მაგალითით და მისი მაგალითით უამრავი თაობა აღიზრდება. ახლა ჩვენ სულ ამბობ ხოლმე რა გვჭირს ისეთი, რომ ესა თუ ის გამოგონილი გმირი გვიყვარდეს და ვაფასებდით, რომელიც რეალურად სინამდვილეში არ ყოფილა. მაშინ, როდესაც ჩვენ უამრავი გმირი გვყავს, არა გამოგონილი, არამედ ნამდვილი, რომელმაც მართლა რეალურად, ახლა ფილმში მაგალითად, აი რა არის საოცარი იმაში, რომ იქ ვიღაცამ საგმირო საქმე ჩაიდინა.
ის ფილმია, თამაშია და არანაირი საშიშროების წინაშე რეალურად ის მსახიობი არ დგარა. მაგრამ აქ იგივე ექვთიმე თაყაიშვილი რახელა რაღაც ჩაიდინა. იგივე წმინდა გრიგოლ ფერაძე, რომელიც ღვთის მოწამეობრივად აღესრულა. იგივე აი ამ ბოლო დროს არ მოხდა მამა ილია კარტოზია, სხვისი გულისთვის ისაქნა. ხო, რამდენი ილია ჭავჭავაძე თუ იაკობ გოგებაშვილთან მე ამ ადამიანებს ისე იყო, რომ ასე იგი ზოგიერთ შემთხვევაში ჩირქსაც კისხებდნენ. და ესეც მოითმინეს, არ გაბოროტდნენ ამის გამო. თუნდაც აი დღესაც რა აღარ აკადრეს პატრიარქს. აი ამას წინათ ესე იგი გახდა 68 წელი მისი ბერად აღკვეციდა. აი დიდხუთშაბათს 68 წელი შესრულდა მისი ბერად აღკვეციდა. წარმოგიდგენიათ 68 წელი. და მანამდე კიდე სასულიერო სასწავლებელში სწავლა, მანამდე მორწმუნე ოჯახში აღზრდა და როგორც მორწმუნე ადამიანი ესე ცხოვრობდა და ფაქტიურად მთელი ცხოვრება მან უფალს შესწირა, თავის სამშობლოს სახურება შესწირა. და მე ამას წინათ გითხარით კიდეც. წავიკითხე ძველი წერილები, ესე იგი სასულიერო სასწავლებელში სწავლის დროს, როდესაც ის აქ საქართველოში პატრიარქს უგზავნის, თვითონ ახალგაზრდა ალბათ არ ვიცი 17 წლის თუ და უგზავნის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს რაღაც წერილს და იმ წერილში როგორი გულის ტკივილია საქართველოს გამო და ეკლესიის გამო და ახალგაზრდა კაცი რომ ამებზე ფიქრობს. და ის სერიოზულად ჩამოყალიბებული ისინი აქ რაღაცა მოსაზრებები რომ ასე ხო არ ჯობია რაღაც შეიცვალოს, ისე ხო არ ჯობია რაღაც გაკეთდეს. და ადამიანი ამაზე ფიქრობს, 17 წლის ახალგაზრდა ბიჭი ამაზე ფიქრობს. იმაზე კი არა რომ სად გაერთოს და რითი დაისვანოს და თავრითი შეიქციოს და დრორითი მოკლას. ხო და ესეთი ადამიანი რომელსაც მთელი ცხოვრება თავის სამშობლოს შეწირა, აი ასეთ ადამიანს რა აღარ აკადრეს და რა აღარ მოითმინა. მაგრამ ის ღვთის სიყვარულის გამო ითმენს და ამ მოთმენებას ღმერთი დაუფასებს მას. მაგრამ ვაი იმ ადამიანს, ვინაც არ იქცევა ღირსეულად, ვინაც არ არის მადლიერი. სულ მინიმუმ. ხოდა დადგება დრო, რომ ჩვენ ამ ქვეყნად აღარ ვიქნებით. სხვები იქნებიან და სხვები ჩვენზე რაღაცას იტყვიან. დღეს შეიძლება ეგ არ თქვან. დღეს შეიძლება ყველამ გაგვიცინოს, ესეა. და ხვალ იტყვიან იმას, რაც სინამდვილეში იყო. მაგრამ თუ გიყვარს ადამიანი, ჯობია დღესვე უთხრა თუ რამე ეშლება. ვიდრე რომ წავა მაშინ უთხრა. გურამ დოჩანაშვილი ყვება. სამნი ლაპარაკობდნენ თუ 4 იდგნენ და ერთი წავიდა და იმ ერთზე დაიწყეს ლაპარაკი. და გურამ დოჩანაშვილი ამბობს, მე წასასვლელი ვიყავიო და ამათ ვეუბნებიო, თუ რამის თქმას აპირებთ, ეხლა ვეთქვით. ხო და აი არ ვიცი, ძალიან საძულველი დამოკიდებულებაა ეგ რა. და დღეს ძალიან ხშირად შევხვდებით მაგას. ძალიან ხშირად შევხვდებით. ყველა ერთმანეთზე რაღაცას ლაპარაკობს.